გამარჯობა მეგობრებო. როგორ ხართ? მე კარგად ვარ. ერთი თვე მართალია გავქრით, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. 1 ივნის არის დრიფტის ჩემპიონატი და ჩვენც ვიღებთ მონაწილეობა საქართველოს დრიფტის სერიების მეორე ეტაპში. და რავი, მანქანა სჭირდებოდა მომზადება, შესაბამისად არ გქონდა დრო გადაგვეღო და შემოგვეთავაზებინა თქვენთვის კარგი და საინტერესო ვიდეოები. ჩვენ გვინდა რომ შემოგთავაზოთ ძალიან უცხო და არა გადაღეჭილი პროექტები, მაგათაც აუცილებლად შემოგთავაზეთ, მაგრამ ვეცდები ყოველ შემთხვევაში რაღაც უცხო მანქანები მოვიყვანო თქვენამდე. ეს მანქანა ალბათ ბევრი თქვენგანაც უცხო არ არის, ნომრებზე ვიცნობთ, მაგრამ პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო მანქანა, დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც საინტერესო მანქანაა, რადგან ის არის N55. კი, არ მოგესმათ, N55-ია და ყველამ ვიცით რომ N55 არც თუ ისე კარგი მანქანა, უბრალოდ ძრავია chip tuning-ისთვის, მაგრამ ბიჭებმა მოინდომეს, გააკეთეს, შეძლეს ეს ყველაფერი და ამ მანქანიდან მიიღეს 1000 პლუსი ცხენი. კი, არ მოგესმათ, 1000 პლუსი ცხენი აქვს ამ მანქანას და ეხლა რომ მე თქვენ არ გადმოგცეთ, რამდენი შრომაა ჩადებული ამ მანქანაში, რამდენი ღამისთენება და რამდენი წვალებაა ჩადებული ამ მანქანაში, წამოფლობელს მამუკას ვკითხოთ ყველაფერი და ის გვეტყვის რა, როგორ რანაირად და როგორ მიიღეს აი ეს მონსტრი. გამოვიდა თვით მეგობრებო დახურულ სივრცეში. ჩვენი სტუმარი დასავლეთიდან მამუკა ხაჭაპურიძე, ზედმესახელად ქოჩო. ის მოგვიყვება დღეს თავისი ქმნილების შესახებ, თავისი ლამაზი იელოუს შესახებ. გამარჯობა. გამარჯობათ. დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან. დაგვითმე რამოდენიმე წუთი. რათა ხალხს გააცნო ისე და ისე შენი მანქანა. ეხლა პირველი კითხვა რაც მაქვს მე, დარწმუნებული ვარ ეს მანქანა არის მეგობრებო 435. დარწმუნებული ვარ ამ მოდელის M-ზე ბევრად ძვირიზის. დღესდღეობით ეს მანქანა. კი. რატომ 435 და არა პირდაპირ M-ი? აი უბრალოდ ბութ მოუდით შეგეძლო დაახლოებით 7-9-მდე ამოღება, მაგრამ 435 იყიდე. იყიდე 435. რაც დაკავშირებული იყო მაშინ ფინანსებთან. 2 წლის უკან. ამის M-ი საკმაოდ ძვირი იყიდა. დღესაც ძალიან მომწონს. მაგ მანქანა ყოველთვის მომწონდა და სულ იმის ოცნება მქონდა რომ ეყიდა M-ი, მაგრამ ვიყიდე მიახლოებული მოდელი, რომელსაც მე ეგ გავაემედი ჩვეულებრივად და ვიდი რა, M-ი არ იქნებოდა, მაგრამ შემთხვევით აღმოჩნდა რომ იყო იქ დანასტროიგებული. ანუ იქვე გაკეთებული იყო, ჩარევა ქონდა იქვე გაკეთებული, ტურბო ოღონდ სტოკი ეყენა, ბუთმონდი ეწერა და აქ საწვავზე გამიჭირდა სიარული. ჩვენ საწვავზე E85 ეწერა შიგნით. ჩვენ სამწუხაროდ E85 არ გაგვაჩნია. ხო და გიგა ჟორჟოლიანი, აი მაგან. უბრალოდ ლაითი ნასტროიკით გავასწოროთ 450 ცხენი. გექნება და იარეო. მეც თანახმა ვიყავი ახლა 450 ცხენი ექნებოდა და 2 წლის უკან 450 ცხენი ცოტა არ იყო. კი. ეს დღეს არის 1000 ცხენი ტენდენციაში რომ შემოვიდა თუ გაკარგ 1000 თუ არა და არ ითვლება ცხენებში. ვიყიდე MHD პროგრამა გიგამაც გაასწორა ჩვეულებრივად, კარგად ლამაზად დავდიოდ და ერთ დღესაც გავედი ბანზე დასაჭერ. აი ის უფსკრულის ერთი დღე, ხო, ის ერთ დღეს გავიდა ბანზე საგაზაონ. იმ ერთხელ იყო რომ გამასწრო ერთმა მანქანა. ოპა, всё. მან დაიწყო კოშმარი. მან დაიწყო ყველაფერი და მიყევინე რანაირად მიყევინე. საკმაოდ ბევრი თანხა დაიხარჯა ამ მანქანაზე. სად მოვედით? 2 წლის შემდეგ სად მოვედით? დღეს მე ვიცი რომ ეს მანქანა დინოზე არასდროს არ მდგარა. არა, დინოზე არ მდგარა. აი, შენი გადმოსახე, მე ვიცი რომ დროებს ითვლით ხოლმე, ეხლა დროებს არ გავასაჯეროებთ, რადგან გადაღება არის დღეს, ხოლ კვალიფიკაცია და ზეგ დრაგია. რაღაცები რო არ მოხდა, ჯობია დროები დავიტოვოთ, მაგრამ დროების მიხედვით, შენი გადმოსახედით დღეს სად არის და რამდენ ცხენზეა ეს მანქანა დაახლოებით? დაახლოებით 1200-1250 ცხენი ძრავზე. 1200-1250 ცხენი ძრავზე. ხალხო, ეს არის ზედმეტად ბევრია რა. მოკლედ რო გითხრათ, ძალიან ბევრი ვარ ჩავშალო, ზედმეტად ბევრია. თან მით უმეტეს ბევრია აქ საუბარი გვაქვს N55-ზე.
N55 ყველა ვიცით რომ აქვს გალოკის პრობლემა, ვანუსის პრობლემა, რასპედლის პრობლემა, ბლოკი, პორშინი და ყველაზე საყვარელი რაც N55-ს არ უვარდა არის კალენვალი. ამ ძრავს რაც შეეხება ეს აწყო გარიკა. თბილისში. თბილისში, კი. და კალენვალი, მოდი შიგთავზეც მოგვიყევი ზავის შიგთავს. კეთილი. ამ ძრავში აწყვია ახლა ამ წუთში ეს 55-ის პორშინები. ეს 55 ამის ემის პორშინები. ამის ემის პორშინები. კი. ანუ გილზის ის ერთი და იგივეა? ერთი და იგივეა. გალოკა არის დაპორტირებული. ეს დასავლეთში და ჩემი ხელით გაკეთებულია, კი გარიკა მასწავლა და მე თვითონ გავაკეთე. შატუნი არის ჩინური შატუნებია, სხვათა შორის, მაგრამ კარგად მუშაობს. რა ბრენდია ხო არა? რა ბრენდი? ჩინური რა უმეტესი შატუნი დღეს ჩინურია, მაქს ხმარობს. თითქმის ყველა ერთია. მაქს ხმარობთ ჩვენ მაგალითად. მაქსის შატუნები, მაქს სპიდინგ როდი. მაქს სპიდინგ როდი. მაქს სპიდინგ როდის შატუნები მიყენია მეც მანქანაზე, მაქს სპიდინგ როდის შატუნები მიყენია რაკებასაც მანქანაზე. სხვათა შორის კარგად მუშაობს. ძალიან კარგი. თავის ფასში, რაც აქვს თავის ფასი, იდეალურად მუშაობს. აი ნახე კონკრეტული ცხენი არ არის გათვლილი ამ შატუნზე. ანუ რო იყიდოდ რომ აი მაგალითად რომ ამ ცხენზე ეს შატუნი მუშაობს, ამას ვერავინ ვერ ამბობს. ამას ტესტავთ აგერ ჩვენ. ხო, მე როგორც ვიცი, მაქს თავისივე საიტზე უწერია, რომ დაახლოებით 700-800-ზე მუშაობს. სადღაც ეგრე, მაგრამ ნუ ჩვენ საქართველოში ვართ ეს 700-800 ცოტა ვწეროთ. ცოტა არა, დაახლოებით ერთი მაგნეს კიდევ წეროთ და მუშაობს რა. სხვას რაც შეეხება შპილკა, გალოკის შპილკა, ნახე რა ხდება. აი ამ N55-ის ძრავის ბლოკი არის ღია ბლოკი. ღია. ან N54 როგორც არის დახურული. N54-ის ღია არის ესე, ეს 55 არის დახურული. N54-ის ხო დახურულია? არა. N54 არ არის დახურული. N55 ღია ბლოკი. ანუ ცილინდრის თავი აქვს ღია. 6 წამში როცა იარა მანქანა 100-200, ცილინდრის თავები ცოტა გაწელი. მე დავიწყე ამოსვარკე ჩემი ჩალიჩობდი აქეთ-იქით და მე რო შემეზა რამდენი ჩალიჩი ბლოკის შევცვალე და დავაყენე S55-ის. ყველანაირად ერთი და იგივეა, უბრალოდ არის ამოვსებული. ანუ აქ ბლოკი გვაქვს. S55-ის და Porsche. ბლოკი გვაქვს ამ მოდელის M-ის და გალოკა გვაქვს N55-ის. რასპრედულები? სტოკი. პრუჟინები, კლაპნები, ყველაფერი ქარხნულია? ყველაფერი არის ქარხნული. შპილკა მაქს დაგებული, ანუ გალოკის შპილკები N55-ს. აქ 4 შპილკით ნაკლები ვიზრე S55-ს. და რო გადმოვიტანე, ახლა ამ წუთში 4 შპილკა ამას აკლი არ აგია. ფიზიკურად ვერ გამოვიყენე. ხო, ფიზიკურად არ იყო რა, როცა ვიყიდე ეს N55-ის შპილკა, ვიყიდე იმ რაოდენობის, რაც იმას ჭირდებოდა და იქ უკვე სხვა რო დამხდა და გაუშვით ჩვეულებრივ ბოლჭებს. აი ბენზინის სისტემა? ბენზინის სისტემა, ანუ ეს DI სისტემა თავისი ჩვეულებრივად აქვს. მაგალითად direct injection-ზეა საუბარი, რომელიც პირდაპირ შეფრქვევით მუშაობს Porsche-ზე. მაღალი წნევის насосები M4-ისა მაქვს დაგებული სტოკი, 2 აქვს, N55-ს 1 აქვს, M-ს 2 აქვს. ეგ მიყენია და PI სისტემა მაქვს დამატებული კიდე. ანუ direct injection, ანუ პირდაპირ შეფრქვევას, ანუ port injection-ი გაქვს დამატებული, გვერდიდანაც აფრქვევს. კი. ნუ ალბათ საწვავის უკმარისობის გამო რა. კიდე ექნება ალბათ მეთანოლი ყველა ვარიანტის მეთანოლის სისტემა. კი, მეთანოლის სისტემა აყენია, E50-ზე მუშაობს ამ წუთში. E50 სპირტზე მუშაობს ახლა. ანუ 5 ლიტრა სპირტი, 5 litrა წნევა რა გვაქვს? დღესდღეობით ამ წუთში დავდივარ 35 PSI-ს. 35 PSI და გვაქვს დაახლოებით 1250 ცხენი. არა, როცა მაგ ცხენზე ბანზე უკვე გავდივარ, იქ მაქვს 38. გეგმო თუ არა ამანქანით ჩვენი ქვეყანა დატოვო და სადმე საზღვარგარეთ მიიღო მონაწილეობა მაგალითად აზერბაიჯანში, სასუნხეთში, თურქეთში, უახლოეს ან თუნდაც სადმე უფრო შორს. წინა დრაგზე გეგმავდით, ანუ შემოდგომაზე რო დრაგი იყო სასუნხეთში გვინდოდა გადასვლა. რაღაც ამიდების გამოც ვერ მოხერხდა, მე ჩვენს აღარ მივეძალეთ. თორე სამომავლოდ მაგალითად ვაპირებ სასუნხეთში დრაგზე წავიდე. და რაც თავარია, ისე თქვა მინდა იცი, ანუ საზღვარგარეთაც გასვლაზე, გინდა აგერ ჩვენთან რუსთავში ჩამოსვლაზე, ახლა ეს ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან. რა თქმა უნდა. ხო და აქ სპონსორით საჭიროა. ეს ახლა ჩვენ რაც დღესდღეობით აქამდე მოვედით, ეს ყველაფერი ჩემი ხელით ნაწვალები, გარიკას ნამუშევარი ძრავზე,
გიგას ნასტროიკა და ყველაფერი გაკეთებული და სულ ჩვენით რა, რაც შეიძლებოდა რომ მაქსიმალურად ეკონომიურად სულ ასე ვართ მოსული რა, დღემდე როგორც არის ახლა ეს ბანკი. და საკმაოდ კარგად. აუცილებლად გამოჩნდით. დასავლეთში ძალიან კარგ და სწრაფ მანქანებს ქმნიან, აკეთებენ, ფაქტია შრომაზდებენ, სოდნაც აქვთ და გამოჩნდით, დაეხმარეთ ბიჭოსო, უფრო და უფრო განვითარდნენ და უფრო გამოიტანონ ეს სპორტი ასპარეზზე რა. ეხლა მითხარი შენი აზრით დღეს საქართველოში ვინ არის შენი ყველაზე დიდი კონკურენტი? ან შეიძლება რამოდენიმე ადამიანი მისხა, მე ვიცი, რომ რამოდენიმე ადამიანი არიან, კი. უკანა წამყვანში ძალიან ბევრი ხართ, რომელსაც ძალიან სწრაფი და კარგი მანქანა აქვს. კი, არის ბუბუს M3 1300 ცხენი აქვს. რაკერა 1300 ცხენი რაკერაც რავზი აქვს. 1300 დღესაც ვნახე თუ ძალიან კარგი გადიოდა. ნოდოს მაკლარენიც ძალიან 402-ისთვის ძალიან მაგარი სწრაფი მანქანა არის. მაგრამ რაც შეეხება მეორე ბუბუს სუპრას პროექტი ძალიან მაგარი პროექტია, ძალიან მაგარი მოდელია. მაგრამ როგორც ვიცი, ბოლომდე არ აყავს გაკეთებული. ნუ კოლობს ელოდებოდა. ხო, რაღაცა კოლობს ელოდებოდა, როგორც ვიცი და რაღაცა მაგის გამო აქვს შეკავებული თავი. იხილავთ ბუბუს ვიდეოც შეგიძლიათ ნახოთ, არის ჩვენ სახზე დევს. მოგეთ უკანა წამყვანებში სერიოზული ბრძოლაა რა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური უკანა წამყვანებში ალბათ ნოდოა. იმიტომ რომ რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც ქარხნული მანქანა ყავს რა. თავიდან ბოლომდე ქარხნული მანქანა ყავს, ოდნავ მცირედი ჩარევები აქვს თავის მანქანაში, ნუ ნოდოც აუცილებლად გვეყოლება და მცირედი აქვს, ცოტა აქვს თუ ბევრი აქვს, მაგასაც გვეტყვის აუცილებლად. ეხლა მითხარი რა არის ამ მანქანის სამომავლო გეგმაში იგულისხმება წნევის გაზრდას ფიქრობ, აი სად მთავრდება ამ მანქანის შესაძლებლობა? ზოგადად მანქანის დამთავრება ამ სფეროში არ ხდება. კი, აი მაგას ვიძახი სულ რომ არა სპორტული მანქანა არ მთავრდება არასდროს. რაღაც ძრავს აძლიერებ, რაღაც სხვა ნაწილი აღარ ძლებს, იქ მას გააკეთებს. ქანის ყველა პატარ-პატარა დეტალი გაძლევს იმეც რომ მეტი და მეტი იქნება. კი, ცხენი არც არ არის საკმარისი, სულ მაგას ვიძახი რომ არასდროს ცხენები არ არის საკმარისი. თავარი არის ფინანსი. რა თქმა უნდა, ფინანსები და შეიძლება გამოჩნდეთ დავეხმაროთ ბიჭოს განვითარებაში. ეხლა გითხარი, რთულია ესეთი მანქანა აწყო მარტო დამოუკიდებლად. ერთი ადამიანი შეიძლება ერკვეოდა ბევრ რამეში, მაგრამ აუცილებლად არის საჭირო სამეგობრო, რომელიც რაღაც ნიუანსებში გეხმარება. რა თქმა უნდა. სად, როგორ, რანაირად ძრავზე გითხარი რომ გარიკა მააცო. აი კომპიუტერულ მხარეს, ნასტროიკას, ეგრეთ წოდებული ნასტროიკას. ვინ აკეთებს ამ მანქანაზე? კომპიუტერული ნასტროიკა ამ მანქანაზე დაწყების დღიდან დღემდე აკეთებს გიგა ჟორჟოლიანი. გიგა ჟორჟოლიანი უზრუნველყოფს მანქანის ნასტროიკას. კი. ანუ იქ რჩევები მოდის მერე გიგადან, ანუ რა გვჭირდება, ისთვის რომ მოვემზადოთ, ძრავს თუ რამე შეეხება მივალთ. გარიკა გვიკეთებს ყველაფერს. რა როგორ რას მოვითხოვთ ჩვენ მაგალითად, ანუ რა გვინდა რა დონემდე მივიყვანოთ და იმის და მიხედვით მე წვეთ როგორ მოვიცეთ და ჩვენ ხელით გავართ, ვაკეთებთ, ვანასტროიკებთ, ღამეებს ბანზე ვათებთ, როგორც ხდება ხოლმე და ტრადიცია. ოჩარ გუჩებო ძალიან კარგი შედეგია. ძალიან მაგარი მონსტრი ყავთ შექმნილი. მორჩა, მეგობრებო, სულ ეს იყო. მცირედი ინფორმაცია, ну, ეხა ამ მანქანის პროექტს ესე რაღაც 10, 20 და 30 წუთიან ვიდეოში ვერ ჩავტვით დეტალურად რო გაყვეთ, მაგრამ მცირედი ინფორმაცია რაც შეგვეძლო რომ მოგვეწოდებინა ეს იყო. ხოლო ეს კვალიფიკაცია ზეგი იქნება დრაგი. წარმატებები მინდა გისურვო. გამარჯვება მინდა გისურვო. ძალიან დიდი ბრძოლა გაქვს გასავლელი და წარმატებები ერთ სიტყვით ყველა მოგებისთვის ვართ მოსული. რა თქმა უნდა, ყველა მოგებისთვის მოსული. თქვენ კიდე არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, რადგან ნახოთ აი ესეთი ძალიან მაგარი, უცხო და საინტერესო პროექტები. დროებით.